საღამომშვიდობის. Თქვენს წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი: პატრულცაგი. აქვე განმარტავ. ეს არის ძველი ქართული სიტყვა, რომელიც აღნიშნავდა მეფის მიერ სხვა მეფისთვის გაგზავნილ უსტარს, წერილს. ალბათ მიხვდით თუ რატომ დავარქვი დღევანდელ გადაცემას ასე. მე მინდა გითხრათ ამ თავითვე, რომ ერთი ისტორიული ეტაპი უკვე დამთავრდა. ერთი ისტორიული ეტაპის დამთავრება ყოველთვის ნიშნავს ახალი, სხვა, მეორე ისტორიული ეტაპის დაწყებას. ასე უნდა იყოს ამჯერადაც და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის პატრულცაგი გახლავთ ამ ერთი ისტორიული პერიოდის დამთავრების მაუწყებელი, რომლითაც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. ეს წერილი უაღრესად დიდი მნიშვნელობის არის. მე ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ ამ წერილით ბევრი რამ ითქვა, ბევრი რამ გამჟღავნდა და ითქვა და გამჟღავნდა ისეთი რამ, რასაც აქამდე ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ. მართალია, ჩვენ ვამბობდით გარკვეული პირები, გარკვეული მოღვაწეები ამას ამბობდნენ, მაგრამ ხელისუფლებას უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ასე ღიად არასოდეს არ უთქვამს ის, რაც ითქვა. მაშასე დავიწყოთ განხილვა ეტაპობრივად თუ რა ითქვა წერილში, რომელიც ბატონმა ირაკლი კობახიძემ აახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გაგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის. აი, ასეთი არის ეს პოზიცია, რომლითაც იწყება წერილი, რომლის შესახებაც დღეს ვსაუბრობთ. მე ბევრჯერ მოგმართეთ, წერილიც გაახლეთ, წერილებიც გაახლეთ, მაგრამ თქვენგან პასუხი არ მიმიღიაო, ეუბნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს ბატონ ვენსს. რაშია საქმე? რატომ მოხდა ასე? ჩვენ ხომ გვახსოვს თუ რა დიდი იმედები იყო დამყარებული იმაზე, თუ როდის მოვიდოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბატონი დონალდ ტრამპი და ამის შემდეგ ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო ურთიერთობაში, ამას უკავშირდებოდა იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება გადატვირთვა ურთიერთობებისა, რომელიც ძალიან არასახარბიელო მიმართულებას იღებდა ბოლო პერიოდში და ეს ხდებოდა ყველაფერი ჩვენს თვალწინ. ჩვენ ყველაფერი ამის მოწმე ვართ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც თუნდაც ხელისუფლებას წარმოედგინა და თუნდაც ხალხს ჰქონდა იმედი. რა არის ამის მიზეზი? მოდით გზადაგზა შევეცადოთ გავერკვეთ თვითონ ამ წერილის პათოსი და შინაარსის პროგრამაში დაგვეხმარება. მაშასე, განმოვხდოთ. აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართული ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში უკვე მრავალი წელია საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება. მოიცათ. აქ ცოტა შევჩერდეთ და ცოტა დავფიქრდეთ. საქართველოს დაუზოგავს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის 2.5 მილიარდი დოლარი. და ეს თანხა, როგორც ბატონი პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რამდენჯერმე აღემატება იმ თანხას, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ დაგვეხმარავ.
რამდენჯერმე აღემატებაო 2.5 მილიარდი დოლარი. ანუ ჩვენი დახმარება, ჩვენ მიერ გაწეული დახმარება ამერიკელებისათვის, რაც 2.5 მილიარდი დოლარის დაზოგვაში გამოიხატა, თურმე რამდენჯერმე აღემატება იმ დახმარებას, რაც ამერიკელებმა ჩვენ გაგვიწიეს. ჩვენ სხვა ციფრები ვიცოდით. ამ ციფრებსაც მოვისმენთ დღეს, მაგრამ საქმე როგორც ჩანს ასე არ არის. საქმე სხვაგვარად არის, რაღაცაში ვტყუდებოდით, ან გვატყუებდნენ და რაღაცა არასწორი წარმოდგენები გვქონდა ამ დახმარებებთან დაკავშირებით. ცოტა ძნელი წარმოსადგენია ის, რომ აი ამ ურთულეს წრებში, ჩვენთვის ურთულეს წრებში საქართველო თურმე ეხმარებოდა და რამდენჯერმე აღემატება თურმე ეს დახმარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას, ეხმარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. უცნაურია, ხომ? კი, დამეთანხმებით, რომ უცნაურია. აქ ბატონმა ირაკლიმ ისიც ბრძანა, რომ რეალური დახმარებაო. აი ეს ცნება გამოიყენა, რეალური დახმარება. რას ნიშნავს რეალური დახმარება? თუ კი ამ ცნებას გამოვიყენებთ, პარალელურად უნდა მოვიაზროთ სხვა ცნებაც, არარეალური დახმარება. ანუ იყო რეალური დახმარება და იყო არარეალური დახმარება. რას ნიშნავს ეს? მოდით გავარკვეთ ამაში და გვეხმარება თვითონ ბატონი ირაკლი. რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო, რეალურ დახმარებაში ასევე არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, Soros-ის ფონდის და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის დასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და LGBT პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა. აქაც ოდნავ შევჩერდეთ, სული მოვითქვათ და დავაგვირდეთ რა არის ნათქვამი. ჩამონათვალი არის გაკეთებული თუ რას ნიშნავდა ის, რასაც არარეალური დახმარება დაარქვა ბატონმა ირაკლიმ. არარეალური დახმარების ქვეშ, რა თქმა უნდა მოვიაზროთ ის, რაც არ იყო გაწეული ქართველი ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის. კი მართალია, ქართულ სახელმწიფოში შემოედინებოდა გარკვეული თანხები, მაგრამ არა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს სასიკეთოდ წადგომოდა. არა, თურმე აი აქ ჩამონათვალი იყო გაკეთებული ძალიან ბოროტი მიზნებისთვის შემოედინებოდა, მაგრამ ვიდრე ამ საკითხს მივხედავდეთ, მანამდე მოდით ერთ გამონათქვამს დავუკვირდეთ. სააკაშვილის მიერ ომის დაწყება იყო ნახსენები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზეა საუბარი. ხომ არ მოგვესმა, ხომ ნამდვილად თქვა ბატონმა ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის მიერ ომის დაწყება. კი, მაგრამ აქამდე სხვა რამე გვესმოდა ჩვენ, აქამდე თვითონ სააკაშვილს უკიჟინებდნენ და მის გუნდს უკიჟინებდნენ, რომ თქვენ ხელი მოაწერეთ იმას, რომ ომი თქვენ დაიწყეთ, რომ თქვენგან წამოვიდა ეს პროვოკაციაო. ამას უკიჟინებდნენ, ანუ თქვენ არასწორად მოიქეცით, როდესაც ეს აღიარეთო. მე კი ვეუბნებოდი ხოლმე, რომ სააკაშვილმა ძლივს ერთხელ აღიარა სიმართლე, თქვა სიმართლე და იმის გამო ხომ არ ჩავწიხლავთ მეთქი, მაგრამ ხელისუფლება ხომ ასე იქცეოდა და ახლა რა გამოდის? თურმე სააკაშვილს დაუწყია ომი? ანუ, როდესაც არ გვინდა არ ვაღიარებთ ამ ფაქტს, მაგრამ როდესაც დაგვჭირდა აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ ვაღიარებთ ამ ფაქტს, ასე გამოდის? ასე გამოდის და თუ ასე გამოდის, ეს სწორი მიდგომაა? რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა, მაგრამ დავანებოთ ახლა ამ საქმეს თავი და მივყვეთ იმ საუბარს, რომელიც ბატონ ირაკლის ამ თავის პატრუცაკში ქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან. კერძოდ მან გააკეთა ჩამონათვალი თუ რა ბნელ და ბინძურ საქმეებს ხმარდებოდა ის თანხები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოედინებოდა საქართველოში და ფორმდებოდა როგორც დახმარება საქართველოსთვის, დახმარება
ქართველი ხალხისთვის არა და ეს აბსოლუტურად არ იყო დახმარება ქართველი ხალხისთვის. აბსოლუტურად არ სჭირდებოდა ქართველ ხალხს ის თუ რა საქმეებსაც ხმარდებოდა ამერიკული ფული. ახლა ვნახოთ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან მოწყვეტით აი კონტექსტიდან ამოგლეჯილად კი არ უნდა წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი დროში გაწელილი ვითარებაა. ანუ უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის რღვევა დაიწყო და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, მოქმედი ძალები გამოჩნდნენ საქართველოში, ეგრეთ წოდებული ეროვნული მოძრაობა, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიმართულებით, ხალხის მხარდაჭერასაც რა თქმა უნდა იღებდნენ, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად წახალისებული იყო დასავლური სტრუქტურების, პირველ რიგში დასავლური სპეცსამსახურების მიერ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საფუძვლად ედებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას, რაც იყო დასავლეთის უპირველესი სანუკვარი მიზანი. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები ხელიდან გაუშვებდნენ აი ამ მოძრაობას, რასაც ერქვა ეროვნული მოძრაობა, რასაც თავის დროზე ერქვა ჰელსინკის ჯგუფი, ჰელსინკის კავშირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დასავლეთის ცისკვილზე ასხამდა წყალს და მათ მიერ იყო წახალისებული. აი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ახლა ნახოთ, გადავინაცვლოთ ისტორიის სიღრმეში და ნახოთ, როგორ ვითარდებოდა ეს მოვლენები. ჩვენთან არის ღმერთი, რომ ჩვენთან მარადის იქნება ღმერთი. ამ რწმენით, ამ შეგნებით ვძლიეთ, უთვალავ დრებს, ბნელეთის ძალებს, ბნელეთის იმპერიებს და ბნელეთის იმპერიათა შორის უდიდეს და უპირატესად დავამარცხებთ. აქ არის ლიდერი, გამოკვეთილი ლიდერი, აქ არის ხალხი, რომელიც ტაშს უკრავს, რომელიც მიყვება მას, აქ არის დროშები და აქ არის განწყობა. რა არის ეს ყველაფერი ერთად აღებული? საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ძალა. საბჭოთა კავშირის დასაშლელად მომართული ორგანიზებული ძალა. აი ამას რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დატოვებდა დასავლეთი და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა, მათ თავიანთი ჩანაფიქრი შეძლეს რომ მieყვანათ ბოლომდე და საბჭოთა კავშირი დაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი რამ ისე წარიმართა, რომ კითხვის ნიშნები გააჩინა, ბევრი რამ ისევ ასახსნელია, ისევ გარკვევა სჭირდება, მაგრამ ჩვენ რაღაც ქართული ფუქსავატობით თუ ქართული თავქარიანობით უდგებით ამ საქმეს და ყველაფერ იმის, რაც ჩვენ თვალწინ გათამაშდა, დალაგება არც ერთ ეტაპზე არ გვიცდია. არ გაგვიკეთებია ისე, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან მიზეზ შედეგობრივ კავშირში წარმოგვედგინა და ქართველი ხალხისთვის გვეთქვა, რომ აი ამ მოვლენასთან მქონდა საქმე. არა, დღემდე ემოციებით ხელმძღვანელობთ, დღემდე ვაღიარებთ საქართველოს აი ამ ძალების მოღვაწეობის შეუმცდარობას და სულაც არ ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მთელი ეს ძალები ვიღაცის მიერ, იმავე დასავლეთის მიერ გამოყენებული იყო თავის სასარგებლოდ. არ ვლაპარაკობთ ამაზე, ეს ჯერ კიდევ ტაბუდადებული თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში ყურადღება მიქცეული არ არის. იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ექცეოდეს ყურადღება. აი ასეთი რეალობა გვაქვს, მაგრამ როგორც ვთქვი, ბევრი რამ განვითარდა ისე, როგორც მოსალოდნელი არ იყო, იმ თავით ეს არ ჩანდა, თუნდაც იგივე გამსახურდიას მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება, მათი სპეცსამსახურების დამოკიდებულება, ცოტა სხვაგვარად წარიმართა და თქვენ იცით, რომ გამსახურდია ერთი წელიწადიც კი არ იყო ხელისუფლებაში, ის რაღაც ძალებმა დაამხეს და ამ ძალებსაც თავისი კონკრეტული წარმომადგენლები ყავდათ. აი, ერთ-ერთი უპირველესი წარმომადგენელი.
მოგზაურობები ჩვენს მეგობარ ქართულ ინტელიგენციას. როდესაც საჭირო გახდა იარაღი ავტომატურად დაიჭირა ხელში ისე ზოგადად საქართველოს ასოციაციის პარლამენტი ადრე გამოფხიზდა თავის ხალხს. მადლობა. ბოდიშვიხთი ამ ტექნიკური წუნისთვის ასე ვთქვათ, მაგრამ არქივია და არქივი როგორიც არის, ისეთი არის უკეთესი ხარისხის. ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიპოვე. ამიტომ თქვენ ეხლა მოისმინეთ ის თუ რაც თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, როდესაც ის საქართველოში დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა იმ ხალხს, იმ ინტელიგენციას, ვინც იარაღით ხელში დაიცვა დემოკრატია. რამდენად სწორი იყო ეს მიდგომა, მე ახლა ამ მიმართულებით არ ვმჟელობ, ეს ყველასთვის გასაგებია, რა იყო და რა არ იყო, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამ არის, როდესაც არსებობდა ასეთი პერსონა, ასეთი პიროვნება, რომლის ირგვლივაც შეიძლება გაერთიანება რაღაცა გარკვეული ძალებისა. რა თქმა უნდა, დასავლეთი ამასაც არ გაუშვებდა ხელიდან. და როდესაც მათ დასჭირდათ, გამსახურდია ჩანაცვლება მიზეზთა სხვათა გამო, ეს არ არის დღევანდელი მსჯელობის თემა, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთს ერთს დასჭირდა და დასავლეთმა ეს ჩანაცვლება გააკეთა. აი ამ პერსონით, ედუარდ შევარდნაძის პერსონით. ეს ყველაფერი აი იმაში ჯდება, რასაც ბატონი ირაკლი წერს ტრამპისთვის მიწერილ წერილში, რომ თანხები იხარჯებოდა ამ და ამ მიზნებისათვის. აი ამასაც არბალთ გარკვეული თანხები ჭირდებოდა, მე ახლა მოსამართლე არა ვარ და გამომძიებელი არა ვარ, რომ ვინმეს ბრალი დავდო რაღაც კონკრეტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ დიდ მოძრაობებს, პოლიტიკურ მოძრაობებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს ყოველთვის ჭირდება თანხები და ეს თანხები საიდანღაც ჩნდება ხოლმე და უნდა ვივარაუდოთ ახლა აი ამ ბოლო დროს ბოლოდროინდელი მოვლენების გააზრებით და თუნდაც იმ წერილში ნარსის გააზრებით, რომლის შესახებაც დღეს ვმჟელობთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი დასავლეთიდან იყო წახალისებული და რაც იყო საჭირო ამისთვის თანხების ჩათვლით იქიდან მოდიოდა. ასეთი იყო აი ეს ეტაპი, მაგრამ შემდეგ დგება უკვე ახალი ეტაპი. დასავლეთს ისევ ჭირდება რაღაცა გარკვეული ცვლილებები. პოლიტიკური მიმართულებით და საკადრო მიმართულებით, პერსონების მიმართულებითაც და როდესაც ეს დასჭირდა შევარდნაძის მთელი 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, უკვე 2003 წელი დგება, მათ ახალი ძალა გამოაჩინეს და იმ ახალ ძალას მოყვანაში მხარი დაუჭირეს. მე როგორც არ უნდა შემიშალო ხელი, ჩემს საქმეს მაინც ვეთქვი დღევანდელ პარლამენტში. არ მინდა არავითარი წინააღმდეგობა გაგიწიო, დაინახოს თელმა საქართველოს და ხდება დღეს პარლამენტში. შემოვიდეს და ყველა გაიწიოთ ნორმალური მუშაობა პარლამენტის წინააღმდეგ. აი ასე დალია ამ კაცმა შევარდნაძის სისხლი მეთქი ვთქვი კინაღამ, შევარდნაძის ჩაი, რომელიც მისთვის შევარდნაძისთვის იყო განკუთვნილი და დაიკავა შევარდნაძის ადგილი. ეს ყველაფერი ისე თავისთავად სტიქიურად ხომ არ მოხმარა, ხომ არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა ეს თავისთავად და სტიქიურად. ეს ყველაფერი სადღაც იგეგმებოდა, შესაბამისი სცენარი სადღაც იწერებოდა და შესაბამისი დაფინანსებაც გამოიყოფოდა ყველაფერ ამისთვის. რაც ახლა ჩვენ ვნახეთ თან მიმდევრულად. დროში დიდი დროა, მაგრამ აი სულ რამდენიმე საკვანძო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ვნახეთ. ასე მოდის ეს ტრადიცია. ასე იქცევა დასავლეთის სპეცსამსახურები. ასე აკეთებენ ისინი თავიანთ საქმეს, რომელიც იმ ეტაპზე მიაჩნიათ, რომ მათთვის აუცილებელი. მაგრამ ეს არის პოლიტიკა.
ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები. გარდა ამისა, ისინი იმ თანხებს, რომლის შესახებაც ბატონი ირაკლი კობახიძე საუბრობდა და არარეალური დახმარება, რაც ჩამოვაყალიბეთ, იმიტომ რომ მან რეალურ დახმარებაზე ისაუბრა და რა კი რეალური, ესე იგი არარეალურის არსებობს და აი არარეალური რაც მოიაზრებოდა, სწორედ ეს პროცესები იყო, მაგრამ მარტო ეს არ იყო, მარტო პოლიტიკური პროცესები არ იყო, სხვა დიდი სხვა მნიშვნელობის და სხვა მიმართულების პროცესები. ეს იყო საზოგადოებრივი ცნობიერების გადაკეთების პროცესი. თუ უფრო ზუსტი გვინდა ვიყოთ, საზოგადოებრივი ცნობიერების გადაგვარების, საზოგადოებრივი ცნობიერების გარყვნის პროცესი. ეს დასავლეთს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მართვადი საზოგადოება მიეღო. ადვილად მართვადი. კი, რთულად ყველაფრის მართვა შეიძლება, ალბათ, მაგრამ ადვილად, მარტივად მართვადი საზოგადოება რომ მიეღო, ამისთვის ისინი რამდენიმე მიმართულებას ამუშავებდნენ. ასეთი იყო მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება გეი აღლუმები და რაღაცა ეს გეი პროპაგანდასთან დაკავშირებული ამბები. ნახოთ ერთი ძველი კადრი. აი პატარა ფრაგმენტი, პატარა ამონაგლეჯი ერთ-ერთი სიტუაციიდან, რაც დაკავშირებულია აი გარყვნილებასთან, რასაც LGBT რაღაცა უბედურებას უძახიან, ხო? აი ეს ხდება საქართველოში. ვიღაცა იბრძვის ამ მიმართულებით და ეს ვიღაცა არის ასევე ორგანიზებული ძალა. რა წარმოშობს ორგანიზებულ ძალას, რომელიც ასე პირდაპირ დგება გარყვნილების, ბოროტებისა და უბედურების სამსახურში. მხოლოდ და მხოლოდ თანხები. თანხები, რომელიც მოედინება დასავლეთიდან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არანაკლებად ევროკავშირიდან. აი ესენი ყველაფერს აკეთებენ და აფინანსებენ, რომ ასეთი სურათები შექმნან. მაგრამ რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, მსგავსი ბევრი გვინახავს. ეს იყო მაინც ბატალური სცენები, შედარებით, ხომ? რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილი არის შეკრებილი და იქ რაღაცები ხდება, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე, თითოეულ ადამიანზე, რომლებიც დაემორჩილებიან, დაექვემდებარებიან და მიეყიდებიან მათ აი ამ ბინძურ საქმიანობაში, ისინი კიდევ ცალკე მუშაობენ. და კიდევ რაღაცა ფრაგმენტები გაჩვენოთ აი ამ მუშაობიდან. დღევანდელი ჩვენ ლაივის თემა არის ქართლის დედა. ქართლის დედა, ანუ საქართველოს მენტალიტეტი და არა მხოლოდ ქართლის დედა, ასევე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი, რომელზეც ქართულმა ხალხმა სახე გაიცალა, სახე დადო მაგიდაზე. არა მხოლოდ ქართულმა ხალხმა ეს საქმე მიწვდა სასამართლოსაც და ჩვენმა საპატრიარქომ თუ არ შეიწუხა თავი გაჭირვებულების დახმარებაზე, სამაგიეროდ შეიწუხა თავი ორ თითზე წამოცმულ პრეზერვატივზე და ქართლის დედაზე შეიწუხა თავი. რას ქვია ჩვენი ქართლის დედა პრეზერვატივზე დაახატესო. წამოსაცმელია ქართლის დედაო? აფოცფოც და საპატრიარქო მოკლედ და ეს არის კატასტროფა, ტრაგედია, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც ადამიანები მშიერი კვდება, ქვეყანაში სადაც მღვდლები ზეობენ და აღარ იციან უკვე რაც გადააჭამონ თავი, აი ეს გახდა საქართველოს პრობლემა და იდეის ავტორი ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც ჩემთან ერთად არის ახლა და ჩემს უკან ფონში ან წინ ფონში გამოჩნდება და ვისავე კითხვებს დავუსმევ და ძალიან საინტერესო იქნება პრინციპში ჩვენი დიალოგი. ანანია, რატო გადაწყვიტე ქართლის დედა დაგეხატა პრეზერვატივზე? პირველ რიგში ეს უნდა დაგისვა ეს კითხვა. პატრიარქალურ საზოგადოება როგორც ან კაცების ქვეყანა როგორც ცოტა ფემინისტურ საკითხებს როცა ეხება, მაგალითად ქართლის დედის პროტესტ, ზეგლის პროტესტ წარმოიდგინე, თამარ მეფის ძლიერ გენდერულ როლს და მაგებზე ეგრევე უდგებათ და გიждდებიან და რაღაცა. კი, ზუსტად ეგრეა. აბა ხე კაცის კაი სექსზე და კაცის მრავალცოლიანობაზე კი არ იტყვით რამეს.
ბედნიერი ვარ, რომ შეხვდი და შენ ხარ მებრძოლი და მე ამას მომბოლავდებ მართლა, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ომში ვართ, პრინციპში, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით. და ყველა ბრძოლა მოგებულია და ომიც იქნება მოგებული. ყველაფერს აქვს შედეგი. მე ბუდის გიხდით აი ამ უსაზიზღრესი დიალოგის შემოთავაზებისთვის, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს არის ის, რაც ჩვენ გვებრძვის. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს აი ამგვარად გახრწნილი, გადაგვარებული და გარყვნილი ცნობიერების მქონე ადამიანებისგან თავი დავიცვათ. მაგათ უკვე ალბათ აღარაფერი აღარ ეშველებათ, იმიტომ რომ ისინი ბოლომდე დანებდნენ ეშმაკს, ბოლომდე მიეყიდნენ სატანას და ჩადგნენ მის სამსახურში. ეს მათი გადაწყვეტილებაა, სამწუხარო მათთვის და ჩვენთვისაც, მაგრამ ფაქტია, რეალობაა და ამას ვერაფერს ვერ უზამთ, მაგრამ აი ამ ადამიანებმა სხვების რომ არ გახრწნან, სხვების რომ არ ჩაითრიონ იმ ბრძოლაში, რაც წარმოებს ქართული სულის, ქართული ცნობიერების, ქართული სიწმინდეების, ქართული ისტორიის წინააღმდეგ და ქართული მომავლის წინააღმდეგ. აი ამ ბრძოლას ჩვენს რომ არ დავნებდეთ, სხვების რომ არ ჩაითრიონ, აი ამისგან თავის დაცვა ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ. ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ მოვიხდი, მაგრამ მინდა კიდევ ერთი პატარა ფრაგმენტი შემოგთავაზოთ ანალოგიური დიალოგიდან. რა უნდა გავაკეთოთ კიდევ მეტი ეპატაჟისთვის, რომ უფრო მეტად აღვაგზნოთ საზოგადოება? გავბეროთ პრეზერვატივები. ჯერ გაიგერაბია. ხო, ეგ იცი რა არის სხვათა შორის ნარკოტიკების სწორად მოხმარების დოზირების ამბავია, რომ ჯერ გაიგო რომელი აბია ტაბლეტი და ისიც გაიგო რომელი აბია. სხვა მე მაინტერესებს აი აქ რო დავიკრა რა მოხდება. აი აქ ეპატაჟი რა. მე მგონი აქაც მომიხდა. ნუ ვიხდენთ ყველგან ასე რო თქვა. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ესენი ხომ ჩვენი ადამიანები არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან, ქართველები არიან. აი რა უკანეს ადამიანებს. სანამდე მიიყვანეს ისინი და ამაში თანხები ხარჯება, ფულს ხარჯავენ. გარდა იმისა, რომ დროს ხარჯავენ, ენერგიას ხარჯავენ, ამის ორგანიზებას აკეთებენ, მათ ცნობიერებაში აღწევენ თანდათანობით. ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს ამაში და ახლა შევადაროთ ერთმანეთს ორი ციფრი. ერთი რომელიც დაასახელა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ანუ 2.5 მილიარდი დაგიზოგეთო და ესო რამდენჯერმე აღემატება თქვენს მიერ დახარჯულ თანხებს ჩვენს დასახმარებლადო და მეორე ციფრი, რომელსაც დაგვისახელებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში. ამერიკას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს დასახმარებლად, რათა თავისუფალი და გამჭვირვალე დემოკრატია შექმნათ. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი დოლარი. რამდენიო? 6 მილიარდი დოლარიო. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ თქვენ დაგხმარებოდითო. და ახლა მოდით და ერთად გავაკეთოთ დასკვნა. სად წავიდა ეს თანხები? ეს კოლოსალური თანხა რას მოხმარდა, რაში დაიხარჯა. აი იმ პრეზერვატივების იდეოლოგიაში და მის მსგავს საქმიანობაში, რომელსაც ერთმანეთს აწებებდნენ ეს ჩვენი უკვე საბოლოოდ გადაგვარებული მოქალაქეები და კიდევ ამ დაგვარ საქმიანობაში. აი რაში გვეხმარებოდა იმ თანხებით, რომელიც ვალად დაგვაწვა და ჩვენ უნდა ვიხადოთ. აი ამათ რომ პრეზერვატივები გაბერონ და ამითი ითამაშონ, იღლაბუცონ, ილაღობონ, ერთმანეთი გაართონ, ერთმანეთი გარყვნან და საზოგადოება გარყვნან, აი ამ საქმეში გადახდილი თანხები ჩვენ უნდა ვიხადოთ. საქართველოს უნდა იხადოს. ისინი გვაყვედრიან. ჩვენ ამდენი დავხარჯეთ თქვენს დახმარებაში. სინამდვილეში აი ამაში ხარჯავდნენ და ახლა აქედან უკვე განვაგრძოთ ისევ იმ წერილის შინაარსის განხილვა, რომელიც ბატონმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს მისწერა.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხwebdra ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით Deep State-ის, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხwebdris ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა ქართველი ხალხის და ჩვენ დაგასაკვირად საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ. მეტიც, კვლავაც ზალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. დიდია საყვედურის წილი ამ მიმართვაში, ხომ? ძალიან სერიოზული საყვედურია გამოთქმული დღევანდელი ადმინისტრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების. და ამისი საფუძველი ჩვენს მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, რა თქმა უნდა, აქვს, იმიტომ რომ იქიდან მოდის არასწორი ინტონაციები ისმის, არასწორი იმპულსები მოდის და არ არის შესაბამისობაში ერთმანეთთან. მართალს ამბობს ბატონი ირაკლი, აი ჩვენი იდეოლოგიური და ღირებულებითი ხედვებიო ერთმანეთს ემთხვევაო. ბევრ რამეში მართლაც ემთხვევა ერთმანეთს. დღევანდელი ღირებულებები, რომელიც არის გაცხადებული ამერიკის შეერთებულ შტატებში 57 პრეზიდენტის მიერ და ჩვენი ოფიციალური ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონტაქტი ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, ტრამპი აქეთკენ არ იყურება და როგორც ჩანს, არც სურს გამოიხედოს. აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაცაში ალბათ არ მემთხვევით ერთმანეთს. სხვათა შორის აქ ნათქვამი იყო, რომ აი უკრაინის საკითხებთანო ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს. რომელ შეხედულებებზია საუბარი? დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ რომ გაჩნდა იმ შეხედულებებს ემთხვევა, თუ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში რომ იყო იმ შეხედულებებს ემთხვევა. სადა მიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი შეხედულება. ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას აუბით მხარი, უკრაინის ფაშისტურ მოძრაობას უჭერდით მხარს და რუსეთის წინააღმდეგ ვილაშქრებდით. ახლა რუსეთის წინააღმდეგ კი ვილაშქრებთ, მაგრამ უკრაინასაც, უკრაინულ ფაშიზმსაც იმდენად არ უჭერთ მხარს, ამდენადაც უჭერდნენ ამ პროცესების დასაწყისში. აი, აცდენები არსებობს. და ეს აცდენები საბოლოო ჯამში ქმნის დიდ წინააღმდეგობას და დიდ პრობლემას. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ემთხვევა ერთმანეთს ჩვენი იდეოლოგიური ხედვები და ღირებულებითი ხედვებიო, აქ უნდა დავაკვირდეთ, ბოლომდე ასია, ყველაფერში ემთხვევა, თუ რაღაცა არსებითია გამორჩენილი. ამას მე კიდევ მიუბრუნდები დღევანდელ გადაცემაში ამ თემას, იმიტომ რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ მანამდე ისევ განვაგრძოთ, აბა კიდევ რა თქვა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ამ წერილში. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეულივართ და ამგვარად მეგობარ აქტზე საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას მეგობარ აქტზე არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო ეს კანონი ამცირებს ქართული ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა. კი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენ შორის ასეთი დამოკიდებულებები, თუნდაც ეს კონკრეტული გამოხატულება, რასაც მეგობარი აქტი დაარქვეს ამერიკაში, აი ეს კონკრეტიკაც, რა თქმა უნდა, ამერიკელებისგან გვაშორებს, ერთმანეთისგან გვაუცხოებს, ერთმანეთისგან გვთიშავს და გვრიყავს. სამწუხაროდ ასე ხდება. მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტს აღნიშნა უნდა, თუმცა ყველაფერს უნდა ჩავწვდეთ ბოლომდე. აი აქ უკვე მივადექით ისეთ თემატიკას, რომელიც მართლაც
ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს ოფიციოზისგან ასეთი საყვედურები გამოითქმებოდა, მაგრამ გამოითქვა. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ეს ძალიან მძიმე ნათქვამია. Deep State-თან ბრძოლაო ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერიო. ანუ დააკვირდით რა ითქვა, ტრამპის მიერ გაცხადებული ბრძოლა, ხმალამოღებული ბრძოლა, ეგრეთ წოდებული Deep State-ის წინააღმდეგ, ანუ ამ სიღრმისეული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ჩაკირულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელიც ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, აი ამ Deep State-თან ბრძოლა აქვს გამოცხადებული, მაგრამ საქართველოს ოფიციოზში უკვე ჩნდება გარკვეული დაეჭვება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მართლა ბრძოლაა, რაც თქვენ დაიწყეთ. თუ რებრენდინგია მხოლოდ და მხოლოდ, ანუ გადატვირთვა, განახლება Deep State-ისა, მისთვის ახალი ენერგიის მინიჭება, ახალი ძალის მინიჭება. აი ასე დააყენა საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძიმედ გადასადგმელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა ყველაფერი აქაც არ არის ნათქვამი. შეხედეთ კიდევ რა ითქვა და რა საყვედური გაისმა. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. აჰა, ხედავთ რა შეია საქმე? ბაიდენთან ასე სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული დონალდ ტრამპი, რომელიც მართლა რაღაცა სასწაულით მოვიდა ხელისუფლებაში, რომლის მიმართ რაღაც კოლოსალური რაოდენობის წლები იყო ნავარაუდები იმ დანაშაულების გამო, რომელიც იყო ინკრიმინირებული ტრამპის მიმართ და გადაურჩა ეს კაცი ამას, იმიტომ რომ ამერიკელმა ხალხმა ასე გადაწყვიტა და ის ხელისუფლებაში მოვიდა. მაგრამ ნახეთ რა ზეუბნებიან. თქვენო ბაიდენის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ასე სასტიკად ებრძვით და აკრიტიკებთო, ეს მხოლოდ სიტყვებიაო და სინამდვილეშიო რაღაცა არ ჩანს, რომ თქვენ ამას ებრძვითო. ეს ტრამპის ახალი მოსულია, ხო? იანვრიდან დღემდე რა არის გასული ძალიან მცირე დრო. და აი ამ მცირე დროის განმავლობაში ამ მასშტაბის საყვედურს რომ ეტყვიან, თუნდაც პატარა და შორეული საქართველოსთან. ეს ძალიან მძიმე ამბავია, მაგრამ როგორც ვამბობ ხოლმე, ფაქტია და ფაქტებს თვალები უნდა გაუსწოროთ. ამიტომ ამ წერილს მართლა საეტაპო მნიშვნელობა აქვს. მეთქი ვთქვი მე და თუ რატომ ამას კიდევ ვიტყვი მოგვიანებით, მაგრამ იქამდე აი კიდევ ასეთი საფინალო, ასე ვთქვათ, აკორდები ამ წერილიდან. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებას რეალურად შეეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. კი ბატონო, ამის იმედი გვაქვს, ამის იმედს გამოთქვამს ჩვენი მთავრობაც, მაგრამ მას შემდეგ რაც ითქვა და რასაც მე ხაზი გაუსვია დღევანდელ გადაცემაში. მას შემდეგ ასეთი ფრაზა, ასეთი წინადა, ეს არის მორიგე ფრაზა და მორიგე წინადადება. ეს ნათქვამია დელიკატურობისთვის, ტაქტისთვის, დიპლომატიურობისთვის, თორემ რეალურად ბატონმა კობახიძემ, ბატონ ტრამპს აბსოლუტურად სხვა რამ უთხრა. აი, ამიტომაც არის ეს წერილი საეტაპო, როგორც გითხარით, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს წერილი გავლენას ვერ იქონიებს და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღემდე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State-ს რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია. აი, ეს არის მთავარი.
თავარი ის არის, რომ deep states და შესაძლებელია კიდევ სხვა ვინმესაც არ შემოუდია თაროზე ის გადაწყვეტილება, ის მიმართულება, რასაც რევოლუციას არასწორად უძახიან, რასაც სახელმწიფო გადატრიალების იდეა ქვია საქართველოში. ეს ყველაფერი დავიწყებული არ არის. ეს ყველაფერი ჯერჯერობით მოქმედებაშია და ვიღაცას იმედი აქვს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. აი ეს არის აქ ნათქვამი და როგორ იქნება ამ საქმეში უშუალოდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის როლი, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ნახეთ როგორ დაიძაბა უკვე ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. და კიდევ რა თქმა უნდა ისევ მორიგე წინადადებები. მიუხედავად იმისა, რომ კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ Deep State-თან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის Deep State-ის დამარცხებით დასრულდება. კი ბატონო, ღმერთმა ხნავს, რომ ასე იყოს, მაგრამ იქნება ასე, ეს სხვა საკითხია. ასე რომ არ იყოს, ან ასე რომ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ტრამპის დამოკიდებულება ჩვენთან მაინც საორჭოფო დამოკიდებულებაა, მაინც გაურკვეველი და გაუგებარი დამოკიდებულებაა. ამიტომ ჩვენ არც ის ვიცით თუ რა მოხდება მაშინ თუ ტრამპი დამარცხდება Deep State დამბრძოლაში, მაგრამ არც ის ვიცით სამწუხაროდ თუ რა მოხდება მაშინ თუ კი ტრამპი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. არ ვიცით, იმიტომ რომ თვითონ ტრამპის დამოკიდებულებაც გაურკვეველი და გაუგებარი აქ მხოლოდ იმასთან არ გვაქვს საქმე, რომ Deep State იმძლავრობს, რომ ის ჯერ კიდევ ფორმაშია, ჯერ კიდევ მოქმედებაშია და ის უშლის ხელს ტრამპს, რომ ჩვენთან იქონიოს სწორი და გამართული დამოკიდებულება. არა, ამაში არ არის საქმე. თვითონ ტრამპის პოზიციაშია რაღაცა გაურკვეველი სამწუხაროდ. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფრაგმენტი მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი გადაცემიდან. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. ასეა მოკლედ, ასეთი განწყობით, ასეთი დამოკიდებულებით არის გაგზავნილი ეს წერილი. ნახოთ ის რას მოიტანს, მაგრამ რას მოელის აქედან ქართული მხარე, ქართული მთავრობა. ეს კიდევ სხვა საკითხია, ახალი მაინც და მაინც არაფერი არ თქმულა იმ გადაცემაშიც, რომელიც ვახსენე, მაგრამ ახლა შემოგთავაზებთ იქიდან ფრაგმენტს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი ის დუმილი, რასაც ვხედავთ, ასე ვთქვათ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვეტეთ, რომ ღია წერილით მიგვემართა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიმერებთ, იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep State-ს შორის. აი ახლა მინდა მივადგე იმ საკითხს, რომლის შესახებაც მე გაკვრივ თქვი და ისეთ გითხარით, რომ მოგვიანებით ვიტყვი ამასთან დაკავშირებით მეთქი, მაინც რა არის, რასთან გვაქვს საქმე და რა არის ის, რაც ჩვენს ურთიერთობებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ სოფხედველობრივი საკითხები, ღირებულებითი საკითხები, იდეოლოგიური საკითხები ჩვენ სრული თანმთხვევა გვაქვსო და აქედან გამომდინარე გაგვირვება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან. არის რამე ისეთი, რაში ჩვენ ერთმანეთს არ ვემთხვევით. მე მინდა მოსაზრება გამოვთქვა და ეს არის ყურადღება მისაქცევი მოსაზრება. კერძოდ რასთან გვაქვს საქმე? შესაძლებელია საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება Deep State-ის წინააღმდეგ არის განწყობილი, შესაძლებელია დემოკრატიის თვალსაზრისითაც არაფერს აშავებს და ყველაფერში თითქოს ფეხს უწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულია. ხომ არ ნიშნავს ეს იმას? არც შეიძლება რომ ნიშნავდეს, ხომ? ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაურკვეველია, უფრო სწორად გარკვეულია იმ თვალსაზრისით, რომ ტრობა, წინააღმდეგობა, შუღლი ძალიან დიდია და ძალიან მაღალია დუღილის ტემპერატურა. ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის ვიღაცის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიკუთვნებული როლი, რომ ჩვენ ვიყოთ
რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. ტრამპმა ეს ამოიღო დღის წესრიგიდან? ამის მსგავსი რამე მოგვისმენია? რა თქმა უნდა არ მოგვისმენია. მეორე ფრონტის გახსნის საკითხი ტრამპს მოხსნილი აქვს დღის წესრიგიდან. რა თქმა უნდა ამის შესახებ არც არაფერი მოგვისმენია და არც იმის თქმა შეგვიძლია რომ ეს დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამიტომ ჩვენ deep state-ის წინააღმდეგ განწყობილებებს და თუნდაც ბრძოლას კი არ გვთხოვენ ამერიკელები. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომს გვთხოვენ. და თუ ამაში დღევანდელი მართველი პარტია მთავრობა არის გამოუსადეგარი და დღემდე ვნახეთ რომ გამოუსადეგარია ამერიკელებისთვის. იმიტომ რომ მეორე ფრონტი აქედან არ გაიხსნა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა მესვეურებმა, მისმა მთავრობამ მშვიდობა შეინარჩუნეს საქართველოში და მშვიდობის შენარჩუნება დააყენეს უფრო მაღლა ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში ჩაწერა ბოლომდე. აი აქედან მოდის შესაძლებელია ის გაუგებრობები და გაურკვევლობები, რაც არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის. ის ამოცანა, ის დავალება, ის ფუნქცია, რომელიც ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა შევასრულოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხსნილი არ არის არც ამ პრეზიდენტის ვითარებაში. აი ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელიც გადაულახავია და დაუძლებელია, შესაძლებელია რომ გადაულახავი და ღმერთ მაქნას რომ დაიძლიოს. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. მაგრამ ნუ წარმოვიდგენთ ისე რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოველთვის დემოკრატიის მიხედვით მოქმედებს, წესიერების მიხედვით მოქმედებს, ზნეობის მიხედვით მოქმედებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ნუ წარმოვიდგენთ. იმიტომ რომ ეს ასე არ არის და შეუძლებელია რომ ასე იყოს, იმიტომ რომ როგორი წესიერი კაციც არ უნდა იყოს პირადად ბატონი ტრამპი ის ემსახურება პოლიტიკას, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, რომელიც თავისთავად არ არის წესიერი და არ არის ზნეობრივი. ამიტომ მას შეიძლება წინააღმდეგობები ქონდეს ისეთ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან, როგორც არის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა, მაგრამ არავითარი პრობლემები არ ქონდეს თქვათ ტერორისტებთან. არავითარი პრობლემა არ ქონდეს თქვათ დიქტატორულ რეჟიმებთან და სხვებთან და სხვებთან. მაგალითი გნებავთ? მაგალითი თქვნებავთ? კი ბატონო, აგერ. რიადში დონალდ ტრამპი სირიის მოქმედ ლიდერს აჰმედ ალ-შარას შეხვდა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკისა და სირიის ლიდერების პირველი შეხვედრა. BBC-ს ცნობით საუბარს ონლაინ ფორმატში თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრო. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სირიისთვის სანქციების გაუქმებას გეგმავს. ბატონი ტრამპი შეხვდა ტერორისტ ლიდერებს სირიისას და არაფერი პრობლემა მას არ ქონია. მაგრამ კობახიძეს არ შეხვედრია. კი არა, მოკითხვაც არ შემოუთვლია. უბრალო სალამიც არ შემოუთვლია. აი სირიის ლიდერს შეხვდა და ვიცით ჩვენ დღეს ვის ხელშია სირია და რა ხალხია და საიდან მოვიდნენ ისინი. სხვათა შორის იგივე ტრამპის დამოკიდებულება ამ სირიის ლიდერების მიმართ და ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მიმართ, რომელიც თითქოს დაამარცხა იქ რუსეთმა და ვლადიმერ პუტინმა, მაგრამ შემდეგ ისევე როგორც ჩანს დასავლური სპეცსამსახურების მოქმედებით, მათი გადაწყვეტილებით გამოვიდა ის, რაც საბოლოოდ გამოვიდა და კარგი არაფერი გამოსულა, ხომ? აი რას ლაპარაკობდა ბატონი ტრამპი исламურ სახელმწიფოსთან და ტერორისტებთან დაკავშირებით. Очередным выпадом в адрес своей соперницы от демократов Трамп обвинил Хиллари Клинтон в том, что ее политика на посту госсекретаря США привела к созданию и укреплению группировки «Исламское государство». Посмотрите, что происходит с народами.
Мы ведем себя как страна третьего мира, совершающая преступления. Вы видите, что происходит с полицией. Взгляните на Орландо, на Сан-Бернардино. Взгляните на Всемирный торговый центр. Посмотрите на то, что происходит по всему миру. Мы позволили ИГИЛ занять такое положение. Это сделала Хиллари Клинтон. Она должна получить от них награду как основательница ИГИЛ. აი ასეთი იყო დამოკიდებულება რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის პირველად მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, მან პირდაპირ ხელი დაადო ჰილარი კლინტონს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს და ბარაკ ობამას, ყოფილ პრეზიდენტს, რომ მათ შექმნეს იგილი, ისლამური სახელმწიფო, ტერორისტული სახელმწიფო. აი ასეთი ბრალდება წაუყენა ამერიკის ასე მაღალ ჩინებს. ბატონმა ტრამპმა თავის დროზე, მაგრამ ახლა იმავე ხალხთან, მათ ნარჩენებთან და ნამსხვრევებთან აი ასე ჩახუტებულია თქვენ, შესაძლებელია მითხრათ, რომ შენ ყველაფერს ამუქებ და ისე წარმოადგენ ხოლმე. არა, თუნდაც ეს სიტყვა ჩახუტება, ჩემი სიტყვა არ არის, აი ვნახოთ ვინ გამოიყენა ეს სიტყვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუხსნა სანქციები, ყველა სანქცია მოუხსნა სირიას. ლაპარაკია ორგანიზაციაზე, სახელმწიფოზე უფრო სწორედ, რომლის ხელმძღვანელი პირები იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ალ-ქაიდასთან და ჯაბჰათ ალ-ნუსრასთან კავშირში, ძალიან მჭიდრო კავშირში მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში. მთელი მსოფლიო ხედავდა, როგორ ხდებოდა ქუჩებში დახვრეტა ადამიანების. ამ ქვეყნის პრეზიდენტს ხვდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მიწვეული არის საფრანგეთში მაკრონის მიერ. მოკლედ თქვენს რომ მურჩა იქ ყველაფერი დაალაგდა, სანქციებს უხსნით და ამ დროს გამოდის ძალიან კონგრესმენები, 300-ზე მეტი კონგრესმენი და ითხოვენ საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გამკაცრებას იმ სანქციების, რომლებიც წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს იყო დაწესებული და რა თქმა უნდა არის უსამართლობა. აი ასეთი არის ხომ ქართული ოცნების წარმომადგენლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის პოზიცია ტრამპის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. ამიტომ მე როდესაც ვთქვი, რომ ტრამპი ყოველთვის ამ წესიერებით, ზნეობით და დემოკრატიით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ სხვა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს ხოლმე, მეთქი და ეს უნდა გაითვალისწინოთ, მეთქი ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ რამე გამოგრჩა, აი ის რაც გამოგრჩა, წინ დაგვხვდება ძალიან ცუდად. და ძალიან ცუდ როლს შეასრულებს შემდგომ ჩვენს დამოკიდებულებებში ერთმანეთთან. აი ამიტომ ეს ყველაფერი არის სკრუპულოზურად დასამუშავებელი, გასაანალიზებელი და ამის შემდეგ არის ნაბიჯები გადასადგმელი. სხვათა შორის ის რაც მე ვთქვი, რომ ბატონი ტრამპი ყოველთვის არ ხელმძღვანელობს აი ამ დემოკრატიული პრინციპებით მეთქი, ამისი დასტური არის, თქვათ, მისი დამოკიდებულება სხვადასხვა სახელმწიფოებთან, კონკრეტულ შემთხვევაში ვთქვათ იგივე კანადის სახელმწიფოსთან, კონკრეტულ შემთხვევაში ვთქვათ იგივე გრენლანდიის საკითხი და სხვა. ბატონი ლავროვი აძლევს ყველაფერ ამას შეფასებას. Трамп, когда он сказал, вот Гренландия, это же прям позарез нужно Соединенным Штатам для безопасности. Для законных интересов безопасности России Украина на несколько порядков важнее, чем Гренландия для Соединенных Штатов. Кстати, про Гренландию позорное явление. Новый теперь уже генсекретарь НАТО, когда его принимали в Белом доме, он после этого сказал, ой, мы очень надеемся, что Соединенные Штаты не будут впутывать НАТО вот в тему Гренландии. Он говорит, вот да, этим занимаюсь, но вот по Гренландии я не хочу даже высказываться. И при этом по Украине, которая не является членом НАТО, он не стесняется высказываться. Мы требуем, чтобы никто не смел ни одним пальцем нарушать территориальную целостность Украины. Территориальную целостность Дании, да пожалуйста, сколько хотите. А вот Украину не тронь. Ну, смешной и жалкий человек. შეფასება, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრია, მაგრამ იმსახურებენ ამ შეფასებას. დასავლეთის პოლიტიკა არის ასეთი. რუსეთს თურმე უფლება არ აქვს, არანაირი უფლება არ აქვს, ინტერესები კონდეს მეზობელ სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველგან აქვს უფლება ჩაერიოს ისე როგორც უნდა და არა მარტო ჩაერიოს, არამედ უზარმაზარ სახელმწიფო კანადას მოსთხოვოს, რომ შენ
გააუქმე შენი სახელმწიფოებრიობა და მოდი შემოუერთდი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეგერ სადღაც გადაწვდეს კუნძულ გრენლანდიას და თქვას, რომ ეს კუნძული მე მჭირდება. მჭირდება ჩემი უსაფრთხოებისთვის. და რა კი მე მჭირდება ჩემი უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი ტოლვა და ბრძოლა იმისთვის, რომ ეს კუნძული დავისაკუთრო, არის ლეგიტიმური, არის კანონიერი და თუნდაც დემოკრატიულიც. ხოლო ის, რომ უკრაინა არ შეიძლება გახდეს რუსეთის საწინააღმდეგო სამხედრო ბლოკის, ნატოს წევრი, რუსეთის აზრით და რუსეთის მიდგომებით. ეს თურმე არის დანაშაული. ეს ორმაგი სტანდარტი არ ქვია ამას. ამას ის ქვია, რაც მე პრაქტიკულად უგადავარქვი. ამას ქვია უწესო და უზნეო პოლიტიკა, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, ხოლო დონალდ ტრამპი გახლავთ ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი. ამიტომ ის როგორც წესიერიც და ზნეობრივიც არ უნდა იყოს თავისი შინაგანი კონსტიტუციით, ვერ იქნება წესიერი და ზნეობრივი პოლიტიკაში, იმიტომ რომ იმ პოლიტიკას წარმოადგენს და მართალია გარკვეული თვალსაზრისით ებრძვის კიდეც, მაგრამ მაინც იმ პოლიტიკის გაგრძელება, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ახლა მინდა კიდევ ერთ მომენტს მივაქციო ყურადღება, ბატონი პაპუაშვილი ანგარიშით წარსდგა პარლამენტის წინაშე და აი რა თქვა მან. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის წესილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. ძალიან კარგი ნათქვამია. მართლაც ასე უნდა იყოს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და თითოეული მოქალაქის ინტერესები უნდა იყოს სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი. მაგრამ როგორ და რანაირად ვაკეთებთ, როგორ და რანაირად ვაპირებთ ამას? ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, რომ ბრძანებთ, თქვენ კარგია, მაგრამ იქვე იბადება შეკითხვა. რა გზით, რა მეთოდებით, როგორ და რანაირად? აი ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ახლა ნახოთ იქვე რა თქვა ბატონმა პაპუაშვილმა. საქართველოს ხელისუფლებამ რუსული აგრესიის პირველივე დღეებიდან დაამფიქსირა კაფიო პოზიცია. სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში, რამშტაინის ფორმატში, ბოლომდე დატოვა დიპლომატიური მისია კიევში, დაგმო ომი და დადგა მშვიდობის მხარეს. აი ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების მიმართულებით მიდის. ეს არის ის გზა, როდესაც უკრაინელი ფაშისტების გვერდით დადექით. როდესაც რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად გამოაცხადეთ უკრაინაში. როდესაც არც ერთი ის პრობლემა არ დაინახეთ და არ თქვით, რომ რუსეთს თქვენ შეუქმნით ისეთი პრობლემები, რომ გადაადგმევინეთ ეს ნაბიჯი. ეს არ თქვით. მხარი დაუჭირეთ უკრაინულ ფაშიზმს. და ამის შემდეგ, როდესაც გვეუბნებით თქვენს ანგარიში პარლამენტის წინაშე, რომ თქვენი უპირველესი საზრუნავი არის ტერიტორიული გამთლიანება საქართველოს, ნება მოგვეცით, კითხოთ, როგორ რა გზით აპირებთ ამას? რუსეთთან მტრობის გაგრძელებით, რუსეთთან დაპირისპირების გაგრძელებით? მართალია ახლა შეცვალეთ უკრაინასთან დამოკიდებულება. ისე ნელ-თბილად შეცვალეთ, მაგრამ მაინც შეცვალეთ. მაგრამ ეს ხომ 20 წლის წინ არ ხდებოდა და არც 10 წლის წინ არ ხდებოდა. ეს იყო 3 წლის წინანდელი ამბავი და 3 წლის წინ თუ ისე ფიქრობდით, დღეს მართლა შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულებები და განწყობები თუ რაღაცა სხვა მიმართულებები იგრძენით და გინდათ რომ ასე ვთქვათ იმ მიმართულებით ცოტა წაწვეთ. თუ ეს არის, ეს არ უშველის. თქვენ გულწრფელად უნდა დაიკავოთ ის პოზიცია, რომელიც ჭირდება საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებას. ვერანაირი ნატო და ევროკავშირი, ვერანაირი ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება გარანტი საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების. ეს არის ის აქსიომა, რომელიც ქართველ ხალხს საქართველოს აი პირდაპირ აი შუბლით შევასყდით ამას. და თუ ხელისუფლება და მთავრობა, პარლამენტი ამას ვერ ხედავს, მაშინ მას პრობლემები აქვს რეალობის გააზრებაში. და კიდევ
კიდევ ერთი პასაჟი პაპუაშვილის გამოსვლიდან. ბომბების ცეცხლის ჯობს სირცხვილისგან წვავს. მერე რა თუ ომი დაიწყება, რუსეთი სულად მაინც ვერ გაგაკონტროლებთ. იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო. ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა არაჟნის რევოლუციის გეგმა რომ განხორციელებულიყო, ხომ შევიდნოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ვისგან მოდიოდა ეს? ეს ხომ დასავლური დირექტივა იყო, დასავლური დავალება იყო. თქვენ ყველაფერი არ გითქვამთ. კი, თქვენ თქვით, რომ ზოგიერთ მაღალ კაბინეტებში კლავებს გვიტრიალებდნენ, კლავებს გვიგრახდნენ და გვაიძულებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვახსნაო. ეს თქვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ ყველაფერი არ გითქვამთ. ყველა დეტალი ხალხის სამჟავროზე არ გამოგიტანიათ. ამიტომ ჩვენ ვიცით, ჩვენ გვგრძნობთ, რომ გაცილებით უფრო მეტი იყოს ზეწოლა, ვიდრე თქვენ ამას ამბობთ და ვიდრე თქვენ ამის გამხელას ახერხებთ. და ვისგან მოდიოდა ეს მეთქი გეკითხებით? ეს ხომ დასავლური მიმართულება იყო, პროგრამა იყო, დავალება იყო. და ეს შეიცვალა ეს მიდგომა? დასავლეთმა გადახედა ამ მიდგომას, რაღაც დეტალები შეიცვალა. რა თქმა უნდა, რაღაც დეტალები შეიცვალა ტრამპის მოსვლის შემდეგ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობა მოიხსნა, ან ახლო მომავალში მოიხსნება. არ ნიშნავს ამას. ამიტომ თუ ეს წინააღმდეგობები არ მოიხსნება, მაშინ საქართველოსგან ყოველთვის იქნება იმისი მოლოდინი დასავლეთის მხრიდან, რომ საქართველო გადადგამს დასავლეთისთვის სასარგებლო და რუსეთისთვის საზიანო ნაბიჯს. თუნდაც ეს იყოს ომით და უბედურებით გამოხატული. თუნდაც ეს იყოს საქართველოს უკრაინიზაცია. აი აქ არის მთავარი წინააღმდეგობა. აი ამიტომ არის გაბუტულივით ბატონი ტრამპი თქვენს მიმართ, იმიტომ რომ თქვენში საიმედო დასაყრდენს ვერ ხედავს. და ეს კარგია თქვენ ასე რომ იქცევით, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამწვავდება ეს ზეწოლა. მეტი იქნება დაწოლა, მეტი იქნება წინააღმდეგობა, მეტი დავალება მოვა, მეტი ბრძანება მოვა. ამიტომ თქვენ უნდა მეტი გახსნილობით უნდა თქვათ სათქმელი. თქვენ უფრო მეტად უნდა აუხსნათ ქართველ ხალხს, სად შევყავით თავი და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით აი ამ 30 წლიან მონაკვეთში. ეს 30 წლიანი მონაკვეთი უნდა დასრულდეს. მე ვთქვი ამ გადაცემის დასაწყისში, რომ ეტაპი დასრულდა მეთქი. დასავლეთით აღტაცების, დასავლეთის გაფეტიშების, რაღაცა უგუნური, ხანგრძლივი 30-35 წლიანი ეტაპი უფრო მეტი დასრულდა. აი ამ წერილით დასრულდა ალბათ, მაგრამ თქვენს უნდა აღიაროთ, რომ ეს დასრულდა და ისევ იმის მოლოდინში თუ დარჩებით, რომ ამერიკელები მოვლენ და თავზე ხელს გადაგისვამენ, ეს არ იქნება. ამერიკელები თავზე ხელს მაშინ გადაგისვამენ, როდესაც თქვენ თვითონ გამოგასმევინებენ დანას ყელში. არა მარტო თქვენთვის, არამედ საქართველოსთვის. სხვა პოლიტიკა ამერიკაში არ არის და ვერც იქნება კარგახნის განმავლობაში. ამის გააზრების გარეშე თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ. და ეს ძალიან გაგიჭირდებათ დადგება ძალიან მალე. აი ეს უნდა გაითვალისწინოთ. აქ ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო, ოდნავ ამოვისუნთქოთ და თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. დღეს სულ 4 ვიდეოს შემოგთავაზებთ, მაგრამ ამ 4 ვიდეოში თქვენ სუყე ფსიქიატრიას ნახავთ. მე 4 ადგილზე გასული ვიდეო.
მაგრამ დღეს უკვე დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ მეგობარ აქ ერთი ხელმოწერაღა ჭირდება. პრეზიდენტის ხელმოწერაღა ჭირდება იმისთვის, რომ დამტკიცდეს და გახდეს კანონი. ეს მეგობრებო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის, რადგანაც ეს აქტი მოიცავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ჩახსნას, ირანის ხელისუფლების ზეგავლენის ჩახსნას და კრემლის ზეგავლენის ჩახსნას საქართველოსთან და შესაბამისად, როგორც კი აქტს მოეწერება ხელი, დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები საქართველოში და სხვათა შორის უპრეცედენტოდ დიდ ბევრმა ადამიანმა სენატში ქვედა პალატაში მოაწერა ხელი სენატორებისა. ეხლა ბევრს უყვის, აბა მოაწერს ტრამპი ხელს. აბა რისთვის დააჩქარა მოვლენები? დონალდ ტრამპი არ მიატოვებს საქართველოს, რადგანაც ის არის საქართველოს მეგობარი და ამერიკა იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. აქ ფსიქიატრიულ პრობლემას თვითონ ამ ქალში რომ ხედავთ, ამაზე მეტ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ აი ასეთი ქალბატონები სადაც დგანან. ამ ჭკუის, ამ გონების, ამ ზნეობის, ამ ფსიქიკის პატრონები სადაც დგანან, აი იმას რომ მიყვება საქართველოში თუნდაც მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც რაღაცა ნაწილი საზოგადოებისა. აი ეს არის ფსიქიატრია. ეს არის შესასწავლი. და შესასწავლია ის, რომ როგორ მოხდა, რომ აი ამ რეპუტაციის, აი ამ განათლების ქალბატონები და ვაჟბატონები მოწინავე პლანზე, წინა პლანზე გამოდიან და ისინი იჩემებენ, რომ საქართველოს გაუძღვებიან. ვიაროთ ამათი ჭკუით, აი ამათი მოწოდების შესაბამისად ვიცხოვროთ. ეს არის შეკითხვა და ეს არის ფსიქიატრიაც. მესამე ადგილზე გასული ვიდეო. უღონ ცოცხალი იყო და თუ გინდა იყო ღარიბი, გინდა იყო გაქცეული, შარვალ გამოხეული, უნიფხო, ოღონ იყო ცოცხალი. აი ეს შთააგონეს ხალხს და ამას ატრიალებენ დღეს. ომი და მშვიდობა. რა ის მშვიდობა გაქახო? რა ის მშვიდობა გაქახო გეკითხებით? თქვენი ცოლები, დედები ემიგრაციაშია გაქცეული არის? ბანკის ვალი გაქვენ სული ხდებათ? ასლად შეხვალ იყიდი რამეს და იასილარი ხომ იცი ჟვეროა უკვე და ჟვერო კი ამარა ნიშნო კბილები უნდა დაკრიჭო ხო და ანუ თქვენი სიღარით თქვენი გაჭირვება რო ვერ მკურნალო წამას რო ვერ ყიდულობ სახლები გამოკეტილი უნდა რო ტაქსაობ ქალაქებში და შენი ადგილმამულიგენ აი ეს თემა უნდათ რომ გადაფარო თავარია ცოცხალი ხარ ნახეთ როგორ არის საკითხი დაყენებული ერთის მხრივ ომი, მეორეს მხრივ სოციალური პრობლემები. კი ბატონო, სოციალური პრობლემები არსებობს, მაგრამ რომელია უფრო დიდი უბედურება ქვეყნისა და ხალხისთვის? რა თქმა უნდა, ომი. ომზე დიდი უბედურება ქვეყნისა და ხალხისთვის არ არსებობს. აი აქ ეს ქალბატონი გვეუბნება, რომ ომის თემით უნდათ გადაფარონ ის სოციალური პრობლემები, რომელიც ქართული ხალხის წინაშე დგას. და სინამდვილეში თვითონ სხვისი დავალებით, აი იმ თანხებით, რომელიც უკანონოდ და უსინდისოდ შემოედინება საქართველოში, პირიქით აკეთებს. სოციალური თემატიკით ცდილობს ომის უბედურების გადაფარვას. და გვეუბნება, რომ ომის ნუ გეშინიათ. ომი არ არის უბედურება, ეს არის უფრო დიდი უბედურება. სოციალური პრობლემატიკაო და ამითი ამ ნათქვამით, ამ დამოკიდებულებით, ამ პოზიციის გამოხატვით გვიბიძგებს ომისკენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი ორგანიზება, აი ასე მოფიქრალი ხალხისა თანხების გარეშე ხდება? როგორ გეკადრებათ? ამაში იხარჯება უდიდესი ფული, რომელსაც მერე ქალბატონი კელი დეგნანი და მისი მსგავსი მის ადგილზე მოსული სხვები წამოგვაძახებენ, წამოგვაყვედრებენ და გვეტყვიან, რომ თქვენ ამდენი მილიარდი დოლარის ვალი გაქვთ ჩვენგან. აი ამათში, რასაც ხარჯავენ. ეს კი რა თქმა უნდა წმინდა წყლის ფსიქიატრია, რაც თქვენ ახლა მოისმინეთ. ახლა მინდა ერთი
ძველი ვიდეო, 13 წლის წინანდელი ვიდეო გაჩვენოთ და დღევანდელობასთან შესაბამისობაში გაიაზროთ იგი და ნახავთ ფსიქიატრიის რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. საჩხერეშის რაიონში უკეთესად ცხოვრობს ხალხი თუ ხონის რაიონში? საჩხერეში ამბობენ და ხონში მე არ ამბობენ ყუილს ხარ გეუბნებია. ზურაბიძე აქ საავადმყოფოში რომ მიხვიდე, დამიგდა ყურე, დამიგდა. აქ საავადმყოფოში რომ მიხვიდე, ვერ იმკურნა ზურაბიძე. იმიტომ ყველაფერში გადასახადიან, ხო? საჩხერეში საავადმყოფო არის, კურნალობა არის უფასო. და მიშას კი არ გაუკეთებია, ბიძინამ გააკეთა, ჩემო კაცო. არ ინერვიულო არაფერზე კაცო. მომისმინე. დავახტამხები და მე ვედი. აი რატო? ვინც მოვა, არავინ მე ზურია მიკადე შეიძლება. შენ არაფერზე. არს მოუჩია. არაფერზე არ ინერვიულო კაცო. არს վել მაგას. მოგებულო ჩემი თავი. შენ შემოგებულო ჩემი თავი. მე ვიყო 2 კილომეტრი გზა, ისასაც სიმართლე. მინდა, მაგრამ ვერ მივიცალი, იქნე მისვლა. მარტივი, არის მარტივი შეკითხვები. 2 კილომეტრი გზა. მარტივი შეკითხვები არის, ხო? საჩხერეში უკეთესად ცხოვრობს ხალხი თუ ხონში? ამბობენ საჩხერეში. შო მორჩა, ესე იგი რაღაცა დასკვნები გამოვიყენოთ აქედან. კი აყვავებს, მოვა. არ ასვეთ ადამიანს, მე იქნება. სოფელიც აყვავ. ჩვენიც აყვავოს, ზურაბიძე ახლა. მე საბუთებს გამოგიგზავნი. რა აქვს ბიძინა ივანიშვილს, რამდენი ფული აქვს მიცემული სააკაშვილს? 600 მილიონი არმიაზე აქვს მიცემული. იცი შენ ამას შესაძლოა. ახლა შენ დაუფასებს, რა ვიცი. რა დაუფასებს, კაცო, რუსეთის აგენტს ეძახი. ერთმანეთს ერევიან. რუსეთის აგენტს ეძახი. ერთი რას ქვია, ვინ კითხავს, ადამიანი ხარ და გეკითხება ჭკუა. ადამიანი ხარ, მოქალაქე ხარ ამ ქვეყნის, ხო? ამდენი საქმე, ის 500 სკოლა რო გარემონტდა, ზურაბიძეა, ვისი ფულით არის? ბიძინას ფულით არის. ამას თვითონ მიშაც არ უარყოფს. არ ვიცი მე მიშა ვაკეთებ და რასაც და რო აკეთებს ის ფული საიდან ხოდა ზურაბიძეა, თუ არ იცი? მოусმინე იმას ვინც იცის, კაცო. ახლა თქვენ ამბობ ჩვენ გავაკეთეთ, იგი თავრობა მე არ გამიკეთებია, ბიძინამ გააკეთა, კაცო. კლასი მაგამთავარ მე 7 კლასი და ვარ გამოსული, მეტი არ მაქვს. ყველაფერი კარგად იცი. ნახეთ როგორი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით გადმოსცემს ეს კაცი თავის აზრს, იცავს ბიძინა ივანიშვილს, ლანძღავს მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს სახავს ქვეყნის გადამჩენად, მოყავს მაგალითები, მოყავს ფაქტები და ერთ როგორც ჩანს მის ნაცნობ და ახლობელ ადამიანს ამას უმტკიცებს ისე დაბეჯითებით, ისე დაალაგებულად და ისეთი აი შინაგანი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, რომ ვერ გაურბის ეს ადამიანი. და ახლა, როდესაც მან ეს ყველაფერი გადააბრუნა, რაღაცის გამო, რატომღაც, მაგრამ გადააბრუნა ეს ყველაფერი და საწინააღმდეგოს, როდესაც გვიფიცებს, ისევ იგივე ფსიქოლოგიური დამაჯერებლობის ეფექტი, ისევ ის განწყობა, ის შემართება, ის სულისკვეთება, რომ ახლა ეს კაცი ცამდე მართალი. ისე როგორც იმ დროს იყო ცამდე მართალი 13 წლის წინ. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? და ისევ გავიმეორებ, რომ ფსიქიატრია აქ თვით ამ პერსონებში არ არის იმდენი. რამდენიც არის საზოგადოების იმ ნაწილში, რომლებიც ამათ მიყვება და ამათ გვერდით დგება. მათ არ უჩნდებათ შეკითხვა. როგორ შეიძლება ასე მოლაპარაკე კაცი შემდეგ ასე ლაპარაკობდეს? კი, პოზიციის შეცვლა, კი რაღაცის გადახედვა არსებობს ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი საზღვარს არის გაწირებული, წრეს არის გადასული, აი მაშინ უკვე ფსიქიატრიასთან გვაქვს საქმე და ცნობიერებაში რაღაც სერიოზულ დეფექტთან გვაქვს საქმე. აი ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. მე ამას იმიტომ კი არ გიჩვენებთ, რომ გავიცინოთ და გავერთოთ. უფრო იმიტომ, რომ გაცინებასა და გართობასთან ერთად გავითვალისწინოთ. რა კატეგორიის ხალხი ეტმასნება პოლიტიკას? ვისთან გვაქვს საქმე? როგორი პოზიციები აქვთ მათ? ნებისმიერი პოლიტიკოსის ცხოვრებაში. გადახედეთ წარსულს, გადახედეთ შედარებით აქეთა პერიოდს, დღევანდელობას, ნახავთ ამ ზიგზაგებს. პოზიციიდან პოზიციაში, პარტიიდან პარტიაში, მსოფლმხედველობიდან მსოფლმხედველობაში. იმის მიხედვით ნავარდს წინ და უკან, თუ როგორ სჭირდება მას და არა ქვეყანას და არა ხალხს. და ბოლოს პირველ ადგილზე გასული ვიდეო.
ეხლა განახებთ ნივთს, რისი გულისთვისაც პატიმრობა შეფარდებული ბელორუსში. აი ეს. ეგრეთ წოდებული სკრეპი. და რატო? ეს კონკრეტული ნივთი ჩამოიტანა ჩემი ბელორუსელი მეგობრის მამამ ბელორუსიიდან და გადმომცა საჩუქრად და ესეთი სიტყვებით კონტრაბანდა მაინც მოახერხე და გამოვიტანეო. და რაში მდგომარეობს ამ ნივთის კონტრაბანდულობა? შეფერილობა, თეთრი და წითელი. მდგომარეობს შემდეგში. თეთრი და წითელი დროშა, შეფერილი აი ამ ფერებით, დროშა არის ბელორუსული ეროვნული დროშა და არა ის, რაც ახლა აქვს საბჭოთა კავშირიდან დატოვებული. ასე რომ, აი ამ ფერების შეხამებით სარეცხიც რომ გაფინოს დიასახლისმა, მასაც იჭერენ. ფარდები რომ ჩამოკიდოს თეთრში და წითელში გაწყობილი, იჭერენ, ხალხო, კანონით იჭერენ. ამას მე ხვის მონაჭორს კი არ ვლაპარაკობ და ხალხი ამას ამბობს და წყაროზე ქალებმა თქვეს. არა. უშუალოდ ჩემი მეგობრების მიერ მოთხრობილი ამბებია. სიტყვა წინადადება 3% რომ ხმამაღლა გააჟღერო და ვინმემ გაიგონოს ბელორუსიაში. დაგიჭერენ, იმიტომ რომ ლუკაშენკომ 3%-ზე მეტი ვერ აიღო და ეს ფრაზა ამწარებს მას. და იჭერენ კანონით ბრჭყალებში. ლუკა მაგალითად, აი რომ მოგინდეს შენ შვილს დაარქვა ბელორუსიაში ლუკა. დაგიჭერენ. ხო აბსურდია, მაგრამ დაგიჭერენ, იმიტომ რომ ლუკაშენკოს შემოკლებით სახელი არის ლუკა. და ამის გულისთვის იჭერენ. ჩვენ რით განსხვავდებით მაინტერესებს. ნიღბის ტარებისთვის რომ გიჭერენ. და ვაშკაცურად რომ აექანებიან ეს მილიციელები, აი ფეერვერკი რომ უჭირავს და აი ხელების გრეხვით რომ იჭერენ, რამე სხვაობაა? ასე რომ ჩვენ კონკრეტული ბანდიტების წინაშე ვდგავართ. კონკრეტული ბანდიტების და ამათ თუ რამე შევარჩინეთ და გაუტარეთ, დამიჯერეთ, უფრო მწარეთ, განვითარდება შემდეგ ეს მოვლენები. ახლა მე რომ თქვა, რომ ეს კაცი გიჟია თქვა, თქვენ ალბათ არ დამიჯერებთ, არ დამეთანხმებით. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სიგიჟე. აი ზე გიჟი თუ არსებობს, რაღაცა სუპერ გიჟი თუ არსებობს, კიდევ შეიძლება რაღაცა წინსართის გამონახვა. ალბათ ეს არის, იმიტომ რომ აი სკრეპი, აი ეს რომ დაგინახონ, რომელიც არის თეთრი და წითელით შეფერადებული, აუცილებლად დაგიჭერენ ბელარუსში. 3% რომ წამოხსდეს სადმე. აი ვიღაცას ბიზნეს პარტნიორს რომ უთხრა, რომ მე 3% მეკუთვნის. ამ სიტყვების წარმოთქმა და შენი დაკავება, დაპატიმრება ერთი იქნება, იმიტომ რომ ლუკაშენკომ თურმე 3%-ზე მეტი ვერ აიღო. 97% ვინ აიღო ხომ იცით? ტიხანოვსკაიამ. აი ჩვენ სალომეს რომ გავს ზურაბიშვილს. აი იმ ტიხანოვსკაიამ აიღო 97 და ლუკაშენკომ აიღო 3% და რა კი 3%-ზე მეტი ვერ აიღო. ამიტომ იმდენად არის გაღიზიანებული ამ 3%-ით, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დააგზავნა კუჩებში, თავშეყრილების ადგილებში. ვინმეს თუ წამოწდება სიტყვა 3%, აუცილებლად უნდა დააკავოთ და საპყრობილეში უნდა მოათავსოთ. გესმით, ვისთან გვაქვს საქმე? აი ეს ადამიანები კუჩაში დადიან, საზოგადოებაში არიან, სტუმრად მიდიან, ვიღაცებს ხდებიან, მეგობრები ყავთ, ახლობლები ყავთ, ნათესავები ყავთ, ასე ლაპარაკობენ. ეს რომ ჩაწერა ამ კაცმა, ამ ჩაწერის დროს ნებისმიერი ადამიანი ფხიზლობს და ფთხილობს რაღაც ისეთი არ წამომწდეს, რომელიც არ უნდა ვთქვაო. აქ ფხიზლობდა და ფთხილობდა და ეს თქვა. აი სიფხიზლეს რომ მოადუნებს, ყურადღებას რომ მოადუნებს და ცოტა თავისუფლად რომ იქნება ვიწრო წრეში, თავის ახლობლების გარემოცვაში, იქ რას ლაპარაკობს ეს კაცი, წარმოგიდგენიათ? და ისიც ხომ წარმოგიდგენიათ, რომ აი ეს კაცი სადაც დგას,
იქ მიდის თუნდაც 10, თუნდაც 100 და თუნდაც 1000 კაცი და დგება იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ეს კაცი დგას. და თქვენ მეუბნებით, რომ ფსიქიატრიაზე არ უნდა ვილაპარაკო დღევანდელ საქართველოში? არა. ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ. ფსიქიატრიაზე, ეროვნულ გაგიჟებაზე, ეროვნულ პრობლემაზე, რომელიც უკვე დაგვხვდა წინ, მაგრამ შესაძლებელია კიდევ უფრო მწარედ დაგვხვდეს წინ. თუ არ უმკურნალეთ, თუ არ უშველეთ, თუ არ ვცადეთ, რომ გამოვასწოროთ, თუ არ ვცადეთ, რომ ავლაგმოთ მაინც რაღაცნაირად, რომ ესენი არ იყვნენ ისე ინტენსიურად წარმოდგენილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, როგორც დღემდე არიან. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება და ახლა განვარძოთ ისევ ჩვენი გადაცემა ერთ ტენდენციას მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. ტენდენციას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი მგონია. აი ეს ტენდენცია რომ დაგანახოთ, ამისთვის მჭირდება გაჩვენოთ ერთი ვიდეო. არ ვიცი, არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი იმ კაცისა, რომელიც ახლა თქვენ წინაშე წარმოსგება, მაგრამ ამას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. ის არის ქართველი კაცი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე და ფიქრობს აი ასე. ის ვინც ჩემს ბედს წვეთს, ჩემი შვილის, ჩემი ოჯახის და ჩემის მამის მაგის ბედს წვეთს და წვეთს არასწორად ჩემი გადმოსახედიდან, მაგის ზიზღს რო ამიგზალავ, მივიღებთ იმას ტაქსი დრაივერს რა, დაგადგებით და ცუდად მოიქცევი რა, იმიტომ რომ ეს ზიზღი სადაც უნდა გაუშვა რა, მთავრობაზე ვამბობ ახლა ამ შემთხვევაში. მეზიზღებოდეს არის ძალიან სწორი რამე, ანუ ფუნდამენტური შეიძლება რომ მოხდეს და მეორე, შემეძლოს თუ არ გამოხატა, თუ არ გამოხატავ, ეს არის პოლიტიკური სისტემისთვის პრობლემა. აი, ასე ლაპარაკობს ეს კაცი. მოითხოვს, რომ მე უნდა მქონდეს ზიზღის უფლება. და არა მარტო ზიზღის უფლება, არამედ ამ ზიზღის გამოხატვის უფლებაც. ზიზღის უფლება ვერ წაართმევა ალბათ ადამიანს, თუ რამე ეზიზღება და ეგ არის, მაგრამ აი გამოხატვის უფლება რა თქმა უნდა საკამათოა და რა თქმა უნდა ასალაგმია, იმიტომ რომ ზიზღის გამოხატვის უფლება ადამიანს არ უნდა კონდეს, მაგრამ ეს ადამიანი ასე ფიქრობს და მას აქვს უფლება იფიქროს ისე როგორც ფიქრობს. ეს არ არის პრობლემა. ეს არ არის მთავარი, ეს კაცი დავივიწყოთ ახლა, იმიტომ რომ მე როგორც გითხარით, არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი, თქვენ შეიძლება იცნობთ, მაგრამ არც ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მე მინდა ამაზე გამოხმაურება გაჩვენოთ, რეაქცია გაჩვენოთ და იცით ვისი? საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის. 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ძალიან დიდი სიძულვილი დათესეს საზოგადოებაში პირდაპირ კგბ-დან. კგბ მუშაობდა ამაზე 90-იანი წლების დასაწყისში, შეაძულეს ქართველები ერთმანეთს. პირდაპირ მიზანმიმართულად მუშაობდნენ სპეცსამსახურები, კგბ მუშაობდა ამაზე 90-იანი წლების დასაწყისში. ახლა რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სინამდვილეს? კგბ 90-იან წლებში მუშაობდა იმისთვის, რომ სიძულვილი ზიზღი დაეთესა ხალხში ერთმანეთის მიმართ. რამდენად შეესაბამება ეს? თუ ზიზღის დათესვა და სიძულვილის დათესვა უნდოდა კგბ-ს, რომელიც არის სამართალმემკვიდრე NKVD-ს და რომელიც მოდის გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. მას ხომ ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ეთესა ეს სიძულვილი და ეს ზიზღი საზოგადოებაში, მაგრამ არა, ეს არ უკეთებიათ, იმიტომ რომ მაშინ არ ზიზღი იყო, საბჭოთა პერიოდში არ ზიზღი იყო ერთმანეთის მიმართ და არც სიძულვილი და არც გამოხატვა ამ ზიზღითა და სიძულვილისა. კგბ თუ რამე სამსახურში იდგა, პირველ რიგში ალბათ იდგა ინტერნაციონალიზმის სამსახურში. ანუ ტოლერანტობის სამსახურში, ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულების სამსახურში, კულტურათა ერთმანეთთან შესვლის და ჰარმონიზების სამსახურში და ახლა რატომ უნდა დავაბრალოთ კგბ-ს ის სადაც კგბ არ მუშაობდა, სადაც განსაკუთრებით უფრო მუშაობდა, თქვათ იგივე ЦРУ რუსული აბრევიატურით.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამერიკის შეერთებული შტატების 90-იანი წლებიდან ხომ ისინი მოვიდნენ, ისინი მუშაობდნენ, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს და თუ KGB რომელიც მათ ხელში ჩაიგდეს ამაში რაღაცნაირად მონაწილეობდა მათი სცენარით და მათი დავალებით წარმართველი ის იყო ЦРУ იყო და არა KGB და ამიტომ ეს შეცდომაში შეყვანაა ეს დღესაც ანტირუსული მუხტით საზოგადოების დამუხტვის მცდელობაა რასაც ახლა აკეთებს ჩვენი მთავრობა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ბატონი გობახიძე არ არის ეს სწორი თავისთავად თავისი შინაარსით ახლა მოდით ნახოთ კიდევ რა თქვა ამავე ნათქვამში ბატონმა გობახიძე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი რაც დღეს დათესეს USAID-ის ნედის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში ეს არის დანაშაული ქართული ხალხის წინაშე და ეს უნდა დასრულდეს არა მარტო USAID-ის და ნედის გავლით რომელიც დღეს უკვე გაუქმებულია ტრამპის გადაწყვეტილებით ზოგადად საქართველოში უნდა დასრულდეს ეს პროცესი რასაც ქვია ადამიანების მოწამვლა ერთმანეთთან დაპირისპირება სიძულვილის დათესვა ჩვენ საზოგადოებაში ეს KGB-ს მეთოდები რომელიც ახლა უკვე გამოიყენება სხვა სპეცსამსახურების მიერ არ შეიძლება რომ საქართველოში იყოს წარმატებული მოიცა მთლად დაგვაბნიე გასო ახლა ასეც ხომ არ არის საქმე რა კი მაგრამ ნახევარი წუთის წინ ეს ყველაფერი KGB-ს ბრალი იყო და ის აკეთებდა ნახევარი წუთის შემდეგ გვეუბნები რომ ამას ნედი, USAID და ამერიკული ორგანიზაციები დღეს უკვე აკრძალული ორგანიზაციები აკეთებდნენო და ისინი აღვივებდნენ ამ სიძულვილესო და თან იმას გვეუბნები რომ ეს ორგანიზაციებიო KGB-ს მეთოდებით მუშაობენ რატო იმუშავებენ KGB-ს მეთოდებით რა თავიანთი მეთოდები არა აქვს შემუშავებული ეს ორგანიზაციები რომელ სახელმწიფოშიც იშვა იმ სახელმწიფოს მეთოდები არა აქვს იმისათვის რომ შემდეგ ეს ორგანიზაციები ამუშაოს იქ სადაც ამუშავებდა აი რას გვეუბნებით ბატონო ირაკლი ეს ცოტა ღობე ყორეს მიდებ მოდება ხომ არ გამოგივიდათ მე აქ KGB-ს კი არ ვიცავ აქ სხვა რამეს ვიცავ მე აი სხვის ბოსტანში კენჭის სროლისგან ვიცავ ვიღაცას იმიტომ რომ საქართველოს საზიანო მოვლენაა საქართველოს საზიანო მიდგომაა ეს თქვენ რუსეთის ბოსტანში ისვრით კენჭებს როდესაც KGB-ო ლაპარაკობთ მართალია დღეს KGB არ არის რუსეთში მაგრამ იმისი სამართალ მემკვიდრეა ის რაც არის FSB-ა თუ რაღაცაა ხო ამიტომ მოდით რა ცოტა ამოგვასუნთქეთ რა აი ამ ორჯონიკიძისგან KGB-სგან სტალინს ვერ უბედავთ მაგრამ სტალინის სიძულვილისგან ამოგვასუნთქეთ ცოტა იმიტომ რომ არ ეწერება არ ჯდება იმ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ჩვენ არა ვართ წარმომადგენლები რომელიმე სპეცსამსახურებისა მაგრამ ვგრძნობთ ვხედავთ ადამიანები აცნობიერებენ რასთან აქვს საქმე და როდესაც თავრობის თავმჯდომარის მიერ ნათქვამი თლად აცდენილია ამ სიმართლეს ასეთ შემთხვევაში უნდობლობა იბადება ეჭვი იბადება და იბადება განცდა იმისა რომ რაღაცას გვატყუებენ ამიტომ აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ და ახლა კიდევ ერთი თქვენი ნათქვამი იმავე პოზიციიდან ნუ deep state-ი მოქმედებს მე შორს ვარ სხვადასხვა იმას რიდან რომ აქ მარტო ფული არის ჩართული საქმეში ხო პატარა თავისი აგენტები ყავს deep states და ამუშავებენ ამ აგენტურას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯო ბოსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი იგივე საკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში ხო არის ჩვეულებრივი აგენტურა საკმაოდ მრავლად ყავთ აგენტები ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და ნუ აწერინებენ ასეთ რაღაცებს ხო საერთოდ არის ის საქართველოს რო გითხო შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს მაგრამ ნუ აწერინებენ დღეში ხანდახან 5 და 6 პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით ხო და ვერ გავიგე deep state-ი თუ KGB ЦРУ თუ KGB
ამერიკა თუ საბჭოთა კავშირი, ამერიკა თუ რუსეთი, აი ცნებათა რაღაც ისეთ აღრევასთან გვაქვს საქმე ამ თქვენს მიდგომებში, რომ ძალიან გვიჭირს ამაში გარკვევა. ამიტომ გთხოვთ ჯერ თქვენ გაერკვეთ საფუძვლიანად და ამ თემებით ლექციები ვიკითხოთ მას შემდეგ, რაც თქვენ ეს ყველაფერი დალაგებული გექნებათ ისე როგორც საჭირო. ეს ჩემი რჩევა, გნებავთ მიიღებთ, მაგრამ ასე ჯობია. ახლა ეს უნდა გკითხოთ. აი ეს კაცი, რომელიც ახლა გამოჩნდება. ეს კაცი კგბ-ს დავალებით მუშაობს საქართველოში თუ დასავლური სპეცსამსახურების დავალებით მუშაობს. აბა მოусმინოთ ამ კაცს. 2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ეს კაცი გახლავთ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰერჩინსკი. ახლა რაც ილაპარაკა ამ კაცმა, ეს ხომ არის თავხედობა. ეს ხომ არის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში მოურიდებელი და თავხედური ჩარევა. მაგრამ ეს არ არის მისი პირადი თავხედობა. ეს ჰერჩინსკი შესაძლებელია ზნეკეთილი კაციც კი არის, სულაც არ არის თავხედი, იქნებ თავაზიანიც არის, მე მას არ ვიცნობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის წესიერი კაცი იყოს. აქ დასავლური სპეცსამსახურების თავხედობას ხედავთ. ბატონო ირაკლი, დასავლური სპეცსამსახურების და დასავლეთის თავხედობას საქართველოში. აი რას უნდა დაუსვათ თქვენ წერტილი? თუ შეძლებთ და თუ ძალას აღმოაჩენთ ამაში, ქართველი ხალხის თანადგომას რომ მიიღებთ ამ საქმეში, მე გარწმუნებთ ამაში, მაგრამ თქვენ უნდა მოინდომოთ. არა ჰერჩინსკის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ჰერჩინსკის უკან მდგარი სახელმწიფოებისა და პოლიტიკური იმართულებების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ჩვენთვის სახარბიელო არ არის, რომლებიც გვებრძვიან, გვიპირისპირდებიან და თავხედურად იქცევიან, იმიტომ რომ ასეთი ქცევა აქვთ მათ დავალებული და ახლა ერთ საკითხად ძალიან მოკლედ მიმომიხილავ და ამითი დავამთავრებ დღევანდელ გადაცემას. ეს გახლავთ ის, რომ თუ ვინმეს და რამეს ებრძვიან დღეს დასავლური სპეცსამსახურები და დასავლური სახელმწიფოები. ეს არის, არ გაგიკვირდეთ, ეს არის არა რუსეთი, რუსეთიც რა თქმა უნდა და შესაძლებელია პირველ რიგში, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, უპირველეს ყოვლისა ებრძვიან მართლმადიდებლობას და მართლმადიდებელ სამყაროს, მართლმადიდებლურ კულტურას, მართლმადიდებელ სულს. აი რას ებრძვიან ისინი პირველ რიგში და ვნახოთ როგორ არის ზოგიერთ ეპიზოდში ეს გამოხატული ჩვენ ცხოვრებაში. 19 წლიდან ეგრეთ წოდებულ ურჩსასულიერო პირად იქცა ეკლესიასა და ილია მეორეზე იერიშს ღიად განაგრძობს. სინოდის განჩინების და არაერთი მოწოდების მიუხედავად აქტიურად თანამშრომლობს მისთვის სასურველ ტელეარხებთან. როცა დავინახე უსამართლოა, როცა დავინახე რომ იქ მართავს ესე იგი ქალი, როცა დავინახე რომ უცხო ქვეყანა ის გავლენებია და მღვდელმსახურების უფლება ჩამორთმეული მეუფე საქართველოს პატრიარქზე იერიშს განაგრძობს. უფუნქციოდ დარჩენილი პეტრეცაავა ახლა სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში ხშირად გვევლინება და ილია მეორეს უხამსი მეთოდებით ებრძვის. ცაავა ერთადერთი არაა, ვინც პატრიარქს უდევს. სხვა ფორმით და სიტყვებით მის პოზიციას იზიარებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართველი სამრელოს მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე. პატრიარქზე შეტევა და ეკლესიაზე შეტევა არის ეშმაკის მოქმედება რა და ეშმაკს ხავს თავისი მსახურები და ემსახურებიან და ყველა ადამიანმა აირჩიოს ვის მოემსახურება ეშმაკს თუ უფალს. რის გამოდგებიან ადამიანები ეშმაკის სამსახურში?
რატომ განუდგებიან უფალს, მაცხოვარს, ღმერთს და რატომ ემსახურებიან ეშმაკს, სატანას. რატომ ხდება ეს? რა თქმა უნდა, ცდუნების გამო. ცდუნება შესაძლებელია სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა გვარად იყოს გამოხატული, მაგრამ უმთავრესი მექანიზმი ამ ცდუნებისა არის ფული, გასამრჯელო. თავიდანვე არსებობდის. ქრისტეს რის გამო უღალატეს გვახსოვს, ხო? იმის გამო ხდება ღალატი დღემდე. და იმ ფულზე რომ ლაპარაკობთ. ქალბატონი დეგნანი რომ გვაყედრი და ამდენი მილიარდი დოლარით დაგეხმარეთო, 6 მილიარდით. აი ის ფული ასე ნაწილდება გარყვნაში, გაუბედურებაში, ცნობიერებაში, ბზარის შეტანაში, ეკლესიაში ბზარის შეტანაში და ეკლესიისთვის ძირის გამოთხრაში. განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესიას. სხვა თემაა, მე ახლა ვცლად ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის დასავლეთის ნომერ პირველი მიმართულება. იცით ეს საზოგადოებამ, ფართო საზოგადოებამ იცის, სამწუხაროდ ასე ხდება. ეკლესიაში ბზარის გაჩენა როგორ ხდება? აი კიდევ ერთი მაგალითი ახლავე განახებთ. ეკლესიაზე დარტყმა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ქართულ სახელმწიფოებრიობას დაარტყმა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრების ოცნება. ზოგი ალბათ ფულსაც იღებს მაგაში, ჩვენს ტელევიზიებს თუ ჩართავთ, ხო? მიხვდებით, რომ ტელევიზიები რუსების საქმეს აკეთებენ. წირვებზე დავდიოდით. თქვენ ტელევიზიები აკეთებდნენ რუსეთის პატრიარქსაც და რუსეთის იმას ეკლესიას, რომ აი ისინი არ დადიან ხალხისთვის როგორ იხსვიანოდა. თავარის მასე ამბობდა. თქვენ ახლა ნახეთ მართლმადიდებელი ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მღვდელი, მეუფე. ნახეთ, რომელიც ვის უპირისპირდება? რუსეთს. და არა მარტო რუსულ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, არამედ რუსეთის მართლმადიდებელ პატრიარქს. დაუპირისპირდა აგერ კაცი და ტელევიზიებს აყუდურობს იმის გამო, რომ რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქის საქებარი სიტყვები გაისმოდა ამ ტელევიზიებში. ეს ბზარის გაჩენა არ არის. ეს მიმართულების აღრევა არ არის, დაკარგვა არ არის. მართლმადიდებელი მღვდელი როგორ შეიძლება გამოდიოდეს მართლმადიდებელი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ მის ქადაგებაში ის გვეუბნებოდეს მართლმადიდებელი სამყაროს შეკავშირებაზე, მართლმადიდებლობის განმტკიცებაზე, მართლმადიდებელი კულტურის როლსა და მნიშვნელობაზე. ბზარი შეაქვს მართლმადიდებელ სამყაროს. ეს ყველაფერი ისე ხდება თავისთავად. ეს ნამუშევარი არ არის. რა თქმა უნდა ნამუშევარი და ღრმა ნამუშევარია, სერიოზული ნამუშევარია. ამიტომ ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რასაც მე ვაკეთებ ამ გადაცემაში, ბოლო დროინდელ ჩემს გადაცემებში. ვანთებ ხოლმე სანთელს. და თქვენც მოგიწოდებთ იგივე გააკეთოთ. სანთლის დანთება არის რიტუალი. მართლმადიდებლური ქრისტიანული რიტუალი, რომელიც აუცილებელია ალბათ იმისთვის, რომ ამ კულტურას არ მოვშორდეთ. აუცილებელია, რომ გადავიწეროთ პირჯვარი და ვთქვათ, რომ ჩვენი გადარჩენა თუ რამეში არის, ეს არის მართლმადიდებელი კულტურის გადარჩენაში, მართლმადიდებელ კულტურათა შეკავშირებაში, მართლმადიდებლობის აღიარებაში. ისე როგორც ეს ჩვენს გენეტიკაშია, ჩვენს ისტორიაშია, ჩვენს მეხსიერებაშია. ისე როგორც დიდი ილია გვეუბნებოდა მამული ენა, სარწმუნოება, ტრიადა, რომელიც აერთიანებს ქართველ ადამიანს, ქართულ ფსიქიკას, ქართულ ცნობიერებას, აი ამ პატარა ანგელოზივით მიგვაახლოვებს იმასთან, რასაც ქვია ზნეობა, რასაც ქვია სისუფთავე, რასაც ქვია სიწმინდე.
აი ამ სიტყვებით მინდა დავასრულო დღევანდელი გადაცემა და დაგემშვიდობოთ იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შედგება ჩვენი შეხვედრა, მანამდე კი გემშვიდობებით ნახვამდის.